ხალხო, იმ სიყვარულისა დავულიოთ. გახურ მრავალზე მიერში რომ ღერიან და მტრობით დანგრეულს რომ აშენებს. მტრობით დანგრეულს მტრობავე აღადგენს სხვა ვერაფერი. დანგრეულის აღდგენას, წართმეულის დაბრუნებას, ხოცვა, ჟლეტა, ტრის განადგურება უნდა. სვანაირად არა გამოარა. ეგენი სიძულვილს შეუძლია და არა სიყვარულს. რათა კაცო? გამარჯობათ ბატონო. მოგის გაუმარჯოს. სამშვიდობისა ქალბატონო. შემოგიერთებით თუნებას მომწონს. მოგზაურდით. სიზმარია დღევანდელი დღე. ჩემო ვახტანგ. დაუშვად მოვიდა მტერი. გაგითელა შენი მოდმით ნაკარნახებით ცხოვრების წესი. შეგიგინა სარწმუნოება. ცხადია ამ კაცს კლავ. მაგრამ მიტომ კი არ კლავ რომ გძულს. უპირველესად ყოვლისა იმიტომ რომ გაგითელა, შეგიგინა წაგართვა ის რაც გიყვარდა. შენი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება. სიყვარულიდან მოდის მსხვერპლის გაღება, თავგანწირვა და ისწლება მოსილება წართმეულს რომ დაგიბრუნებს. ჩვენი მამა-პაპა უმრავლეს შემთხვევაში იარაღით ხვდებოდა მტერს. დღევანდელი ქართველი არის ხომ თავისი მომავალი თაობების მამა-პაპა და რა დაუკრეფია გულხელი ნეტავით. გადაგვარდა, დაჩიავდა ხალხი. ჯინჯილებზე და ფოჩიან კამფეტებზე გაიყიდა. ეგრე უბრალოდ არ უნდა იყოს საქმე ბატონო ვახტანგ. როგორ ფიქრობთ რაში მდგომარეობს გადაგვარება? სიყვარული დაკარგა ხალხმა. თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული. სამწუხაროდ ქალბატონი ნანო მართალია. მაგრამ მე ცოტა სხვანაირად შემოატრიალებდი მაგას. სნეობა დავკარგეთ. სნეობა. ესა თუ ის ერი სახელმწიფოს ვერ დაარსებს. თუ ამით კაცობრიობა სამსახური არ გაუწია. საერთაშორისო ფუნქცია. მსოფლიო ისტორიული მისია საჭირო. ქართველთა სახელმწიფოს შექმნასა და არსებობას იმან ჩაუდგა სული, რომ ქრისტიანობისათვის განაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში. მეორეს მხრივ ირანისა და ბიზანტიისათვის იმ ძალად ვიქეცით, რომელსაც ჩრდილოელ მომთაბარეთა სამხრეთული ლაშქრობების დაკონტროლება შეეძლო. სახელმწიფოს შექმნამ სტაბილურობა მოიტანა და ჩვენს მიწა-წყალზე დიდი სავაჭრო გზები გაიდო. განვითარდა ეკონომიკა, რომელმაც აზიურ აღებმიცემობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ასეთი მსოფლიო ისტორიული მისიის აღსრულება გამუდმებულ ომებსა და თავდაცვას ნიშნავდა და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე ჰქონდა მომართული. პიროვნებამ, მოქალაქემ, ერის ფუნქცია, სახელმწიფოს მისია გაიმეორა. ომი ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა. ცხოვრება თქო. ცხოვრება ხომ სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა. შეიქმნა ვითარება, როდესაც სახელმწიფოსათვის რაიმეს დაშურება საკუთარი სიცოცხლისათვის დაშურებას უდრიდა. ამიტომ დამკვიდრდა ზნეობრივი პრინციპი. ჯერერსა და სახელმწიფოს, რაც კი რა მაბადია. და შემდეგ ვიღებ მისგან იმდენს, რამდენსაც ბედი მარგუნებს. აი, რა დავკარგეთ. თუ სამშობლოს დაცვის, სახელმწიფო შენახვის პირობა სიყვარულია, მაშინ ქართველებს და მსგავსი ისტორიის მქონე სხვა ერებს ცხოვრების ფუძედ საძირკვლად სიყვარული ქონიათ. სიყვარულს უშენებია მტრობით დანგრეული. ბატონო სანდრო,
თქვენ ერთობ საინტერესოდ განმარტეთ ის, თუ რა დავკარგეთ. სიამოვნებით მოვისმენდი თქვენსავე აზრს იმის გამო, თუ როგორ დავკარგეთ და რანი ვართ დღეს. დიახ, მზად ვარ. მამაო ჩვენოსავით ვიცი. დავიწყო ელიზბარ. მიდი სანდრო, მიდი. საუბარი მაინც შეგვჭირს. ვინც ხვალ ცოცხლები ვართ? ფუნქცია. სოფლიო ისტორიული მისია დავკარგეთ. სლავთა სამთავროების გაძლიერებამ სამხრეთის იმპერიებს ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების შემოსევათა საშიშროება მოუსპო. ბიზანტიის იმპერია დაემხო და მართლმადიდებელი სამყაროს იდეოლოგიური ხელმძღვანელის როლი რუსეთმა იკისრა. ზღვაოსნობის განვითარებამ დიდი სავაჭრო გზები წყლებზე გადაიტანა და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ ქართველთა სახელმწიფოს დანიშნულება გამოეცალა. ქართველი ერის ცხოვრება ფიზიკური არსებობის შენარჩუნების პროცესად იქცა. ამ პროცესმა თავისი ზნეობა გამოიმუშავა, თავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული ზნეობა, რაც მრავალრიცხოვან დამპყრობთა მოსაგერიებლად უვარგისი იყო. ქართველი ერი სულიერად გადაიღალა, ხორციელად განადგურდა. გამოსავალი ერთადერთი აღმოჩნდა და დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტის უძველესმა წყურვილმა ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება. ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ნაწილად ვიქეცით. რუსეთთან შეერთებამ გაგვანთავისუფლა ომებისაგან, ლეკიანობისაგან, ბაგრატიონთა დინასტიისაგან და გადასახადებისაგანაც კი. ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა. ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს. 100 წელიწადია ვბალახობთ. ჩვენი ფუნქცია ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. აი ჩემი აზრით ასე დავკარგეთ ქალბატონო ნანო. ხოლო რანი ვართო რომ მკითხეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ. საშოვარს გადაგებული, გათითო კაცებული ყოფილი ერი. დამისხით მეც უნდა ვთქვა. დამისხი ლაზო. Профессионально наливает. Он что, из официантов? Нет, ваше благородие. Сиятельство! Да? ბატონო ვახტანგ. სიმართლეს ვიტყვი, ვერ შევძელი ხუმრობათ მიმეღო ეგ. ვერ მოვერიე თავს. მაგრამ პატიება შევძელი მაინც და ნუ არ გვექნება წყენა ერთმანეთთან. თქვათ და არ გეპატიებინა. ნეტა რასიზამდე. გააჩნია რა შემომთავაზებდით ბატონო. დუელი რომ შემომეთავაზებინა? არ მივიღებდი გამოწვევას. უსინდისობა იქნებოდა ჩემგან ის. ვითომ რათაო? დიდი უპირატესობა მაქვს ძალიან. ამიტომ სულ დავწუნდა თქვენს უპირატესობაში. მოიცა ირაკლი. მომეცი არაღი. ქალბატონო ნანო, აქ არაფერი მოხდება ისეთი, მაგრამ ბოდიშს ვიხდი მაინც. სად შეულობს ეს კაცი ასეთი არახს? დამიზნება არ ჭირია, თვითონ ხდება დალოცვილი. შენი იყოს ეგ. საოცარი სროლა გწოდნიეთ ბატონო გოგი. არაფერი ისეთი უკეთესიც არის. როცა ჰაერში ორშაურიანს ააგდებენ და უკან რომ აღარ დაბრუნდება, ისაა უკეთესი. აგერ ლას შეუძლია ეგ 10-დან 9 ჯერ.